მოგესალმებით, დღეს ჩვენი შემდეგი პოდკასტია და ჩვენი სტუმარი გახლავთ ია ფარულავა. არ ვიცი, იმდენი რეგალია შეიძლება მოგარგო იამ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ალბათ ზოგადად საზოგადოებაში აღიარებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი. დიდი მადლობა. ეთანხმები? კი, ვეთანხმები, იმიტომ რომ უკვე რამდენი წელია მესმის ეს გამოთქმა და ეს რეგალია ჩემს მიმართ და ეს ხოტბა თუ არ ვიცი რაღაცა უდიდესი პასუხისგებლობა რომ ასე გამოდის. თუმცა ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა ჭირდება და ძალიან დიდი მოვლა ჭირდება. მარტო იყო ლამაზი არ არის საკმარისი, განსაკუთრებით უკვე ჩემ ასაკში. გეთანხმები. როდის გაჩნდა ის პირველი შეგრძნება, როდესაც აღიარე შენ თავთან გაიაზრე, რომ ნამდვილად იყავი გამორჩეული გარეგნობით? ალბათ, როდესაც პირველად გადამიღეს ფილმში, ვიყავი 11 წლის, როდესაც დამამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ როლზე, სცენაში ყოველ შემთხვევაში მთავარ როლი ეწერა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ არ იყო მთავარ როლი, მაგრამ ერთ-ერთი ბავშვთაგანი ფილმი სკოლა ინტერნატზე ყველას კარგად ახსოვს რეჟისორ ნანა ხატისკაცის თენგიზ მაღალაშვილის ძნელი დასაწყისი და ეს იყო 91 წელი. რამდენი წლის იყო? 91 წელს მე მგონი 11-ის თუ 12-ის 67-იანი ვარ, არ ვიცი. ხდება 14. არა, მე არ უმალავ ასაკს, არ შეიძლება პირიქით ვამაყობ ჩემი ასაკით, რომ 58 წლის ასაკში ესე გამოვიყურები. და რა თქმა უნდა, მაშინ ვაღიარე, რომ რადგანაც ამიყვანეს ფილმში, ესე იგი, იმიტომ კი არ ამიყვანეს, რომ ლამაზი, ნიჭიერი ვარ, არამედ ტყუა ლამაზი ვარ თქო და მაშინ მომეწონა ჩემი თავი პირველად. თუმცა აი უფრო ბოლო პერიოდში, როდესაც უფრო დავქალდი და დავღვინდი და უფრო ნაკლებად ვიყავი, თქვათ, ილუზიების ტყვეობაში, ჩემი თავგადასავლებით და ტყეში, უღრან ტყეში, ასე ვთქვათ, ხეტიალის შემდეგ რაღაც ეტაპზე როცა დავღვინდი, მე უფრო დავაფასე ჩემი გარეგნობა. ყველაზე მეტად აი რომელ ასაკში მოგწონდა საკუთარი თავი? ეს იყო პატარა ასაკში, მოციქულობაში, დღეს? აი მე გაგიკვირდება და ეხლა. იმიტომ რომ სამწუხარო რეალობა, რასაც ხშირად ვაწყდები ხოლმე პაციენტებში, ყველა მისტირის რატომღაც ახალგაზრდობის წლებს, როცა 18-ის იყვნენ, 25-ის, საკუთარ თავთანაც ზუსტად იგივე განცდა მაქვს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, გარეგნულ ნიშან-თვისებებს ემატება ზუსტად ის გამოცდილება, სხვანაირი ქალური ენერგეტიკა, რაც შენში მართლა ძალიან ჭარბად არის და ყველაფერი აი ამის ნაზავი მიქსი საბოლოო ჯამში მგონია, რომ ქალს ყველაზე საინტერესოს და ამავდროულად ლამაზსაც ქმნის. მე სულ მახსენდება, გეთანხმები, მე სულ მახსენდება საყვარლესი ჩვენი მართლა ქალღმერთი და სილამაზის ეტალონი ლიკა ქავჟარაძის სიტყვები, რომ არასოდეს მიაშლა თავი ლამაზად და ქონდა ეს თავისი კომპლექსები და ხშირად ხდება ხოლმე ხა გრეის კელის ოჯახში რომ დაავადებულიყავით ან იმ საზოგადოებაში ან იმ ქვეყანაში შეიძლება უფრო მეტად დავეფასებინეთ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ გვანებიურებდნენ იმითი და არ გვაქებდნენ ან არ გვეუბნებოდნენ რა ლამაზი ხარ და ასე შემდეგ. მე უფრო ალქაჯ ქაჯანას, რაღაც ახტაჯანას, ქალბიჭას, ასე შემდეგ უფრო მეძახდნენ და რადგანაც ორ ძმასთან ერთად ვიზრდებოდი, ესენი ბიჭურად მზდიდნენ და მეც რაღაც ალქაჯუნა ვიყავი და აი მახსოვს ჩვენთან ძალიან ხშირად ოჯახში ჩამოდიოდნენ ხოლმე სტუმრები, იმიტომ რომ რაღაც ესეთი სამაგალითო ოჯახი იყო მაშინ კომუნისტურ საქართველოში, რომ აი როდის იყო საქართველო ყოველთვის იყო განსხვავებული სხვა რესპუბლიკებისგან, მაგრამ აი თქვათ მხატვრის ოჯახში მამაჩემს ჰქონდა ძალიან მაგარი კოლექცია ხატების, ხანჯლების, რაღაც მუზეუმი და ლამაზი რემონტი, აი ამ რაღაც ახალ მიღებულ კოოპერატივის ბინაში და ხშირად ჩამოდიოდნენ უცხოელი სტუმრები და მას მე მიყვარს ძალიან უცხოელი სტუმრები ჩემთვის ბედნიერების აღსანიშნავი და მახსოვს ერთი პოლონელი ექიმი მამაკაცი ჩამოვიდა და მაშინ 9 წლის ვიყავი და ისე გაგიჟდა ჩემი სილამაზით, რომ ეს ბავშვი გამოტანეთო მეო, ვაიმე რა ბედნიერი ვიყავ, მეთქი წამიყვანს ახლა პოლონეთში და აღარ ვიცხოვრება საქართველოში თუ რაღაცა და რა თქმა უნდა ვინ გამოტანდა ჩემ თავს, მაგრამ აი პირველად ამ ხალხმა ეს არის ტყიური სილამაზის ბავშვი არისო და ხო იმედია პედოფილი არ იყო, მაგრამ რა ვიცი ესე ამბობდა. გამოტანეთ ეს ბავშვიო მოკლედ და ეს სულ ესე იყო. შენი პირველი პროცედურა ესთეტიკურ მედიცინაში.
ჩემი პირველი პროცედურა ესთეტიკურ მედიცინაში მახსოვს. ოდესღაც 1988 თუ 9 წელი, ნინო. მე მაშინ 2 წლის ვიყავი. ვაიმე, ვარ მოსკოვში გადაღებებზე 99 წლის. 99 წელი იყო. მოსკოვში ვარ გადაღებებზე და ამ ცხოვრობ ჩემ მეგობართან, მაშინ იყო ასეთი სასტუმრო ხაც არის არმანდ ჰამერის ცენტრი ინტერკონტინენტალი. და ამ ინტერკონტინენტალში იყო ძიორის სპა სალონი. სახის პროცედურები და მახსოვს მეგობარმა მარინა აქსელმა ეხლა შვედეთში ცხოვრობს ჩემი მეგობარი დამპატიჟა ამ პროცედურაზე. მაშინ ყველაფერი ვალუტაზე იყო და ამის ქმარი ხო უცხოელი იყო და ამ ვალუტაზე რო იყო მე ავდექი და გამიკეთეს ამ ძიორის სპაში მასაჟი, რაღაცა სახის მასაჟი, რა ვიცი, რაღაცა ელექტრო რაღაცა და შოკირებული ზემოდან მე მაკიაჟი დაამატეს. და შოკირებული წამოვედის მაკიაჟის ამ დღე ჩამოვირიცხე რა მეთქი აი რა სალოცრებაა და რაღაცა. და ეს პირველი პროცედურა ეს იყო და პირველი ბოტოქსის ამბავი ხო ვიცით უკვე 97 წელია ცხოვრობ ლოს-ანჯელესში ჩემი საქმრო არის დერმატოქირურგი პირველი არა კაცო მესამე იყო მესამე საქმრო აი ნახევარს რომ ამბობ ეგ იყო და მოკლედ შეგვშამისგან. აბა, ხო და მითხარო რა. მე სულ ჭუბუხენდი შუბს და გადაღებებზე სულ მეჩხუბებოდა საწყალი გუჯაში ხენდი იყო ეგეთი რეჟისორი ყმეთ მაცხონოს. ია ნუ ჭუბუხნი რუსეთშიც რომ მიყებდა ლენინი ნიმარშილობ რა ვქნა ეს მქონდა ესეთი ისა. ხო და ამან მითხრა რომ გეშველაო ახლა მოვდივარ დიდი პრესკონფერენციიდან იტალიიდან შემოვიდა ბოტულინო ტოქსინი და დამარჭო და მაცივარში მქონდა შენახული 99 წელი იყო და იმის მერე 29 წელს ვიყავი. ძალიან მომეწონა გააშეშა ეს შუბლი ძალიან მაგარი იყო და ხშირად ვიკეთებდი. იმის მერე? ხო, და დაიხო და ეხლა რა თქმა უნდა ამ რობერტს ქონდა თავის კლინიკაში ქონდა გარდა იმისა რომ ოპერაციებსაც აკეთებდა, ხო, არაპლასტიკურს, აი თქვათ სიმსივნეების ამოჭრა და ასე შემდეგ, ხო, დერმატოქირურგი იყო, ხო. ქონდა სხვადასხვა დაიწყო რაღაცა advanced laser center-ის გახსნა. მაშინ რაღაცა ძალიან უცხო იყო რა advanced რაღაცა ლაზერები იქით უყარა და სულ რაღაცა პროცედურებს ვიკეთებდი. პირველი დერმაბრაზიის აპარატი იქ მეც ვისწავლე გაკეთება დერმაბრაზიის აპარატი. ხო, აი პირველი დერმაბრაზია, პირველი მუცლის ლიპოსაქცია მისმა მეგობარმა გამიკეთა. ორჯერ მუცლის ლიპოსაქცია გაკეთე, რადგან მაინც დაბრუნდა ეს ქონი ტყუილია, მაგი ამბავი რო არ ბრუნდება. ბრუნდება არ არის. ხო, ბრუნდება, ხო, ნამდვილად ბრუნდება, ხო და აი ესეთი რაღაცები მოკლედ სულ და მე უკვე საქართველოში რომ გადმოვცხოვრდი, ის უკვე დავდიოდი სხვადასხვა ცენტრებში და ხანით ვიკეთებდი, აი ესეც ეხლა თელ თბილისში მაქვს ასე გადაშლილად ამას აქ ვიკეთებ, ამას აქ ვიკეთებ, არა ეგეთ ამბებში რა. ყველაზე ძალიან აი რა პროცედურა მოგწონებია, ან დღეს რა არის ესეთ შეუცვლელი, რასაც ვერასოდეს ვერ იტყვი უარს. მასაჟი. ყველა მიცვალია. არა, აი მასაჟის გაშვება, მაგრამ აი არ არის ინექციური. ინექციური არა. ყველაზე მაგარი, რასაც შენ აკეთებ ბრწყინვალე და აი მართლა საოცრება, ეს არის, რა თქმა უნდა, სპორტი, სასწაული. იმიტომ რომ ეს ისეთი რამე არის რომ ოდნავ მილიმეტრი აქეთ რადგან ეხა ამას თქმა ტრენერი ხარ საერთაშორისო მასშტაბის ასევე შენს მიერ გაკეთებული აი ეს ლიფტინგს რო აკეთებ და აი იქაც სულ მილიმეტრები არ დავჭირე და კლეოპატრას ხელი რა თქმა უნდა ანუ შენი ხელი შეუცვლელი შენი გაკეთებული ყველაფერი შენი ხელი შეუცვლელი ეს იქნება არ ვიცი სკულპტრადან დაწყებული სკულპტრა სასწაული იყო რა თქმა უნდა მორფეუსი ყველაფერი მაგრამ აი შენი ხელით გაკეთებული ნებისმიერი პროცედურა ეს მართლა ჯადოქრობა იმიტომ რომ აი მე რომ დღეს თქვათ ვინარჩუნებ იმას რომ ჯერ არ მიუკაპუნე პლასტიკური ქირურგის ოფისს
ნინოს დამსახურება გაუშვით რეკლამაში. არა და ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე, ალბათ ჩვენთვისაც უკითხავთ, რომ პლასტიკური ქირურგია გაკეთებული გაქვს თუ არა სახეზე. და არ ჯერათ ხოლმე არა. ნანახი მაქვს, არ აქვს ნაწიბური, არ აქვს. აი სულ ქეკავს და გაკექილია თავის დროზე და იცის ახლა ზეპირად იცის ახლა რა თქმა უნდა. სალონში ხო ქეკავენ. კურს უკან. სალონში მიქეკავენ და თავი ნუ ქეკავ. დაბანისას. თუმცა შენ თვითონაც იცი რომ ცოტა ზედაქუთუთო კაი იქნებოდა ეგ რაღაცა პატერი ცხიმები. მასშტაბზე, დიდ მასშტაბზე. არა, ჯერ არა. არა. მაგრამ ეს ჯიშიც არის, ხო? გენეტიკას აქვს არსებითად გადამწყვეტი მნიშვნელობა, რისიც არ ჯერათ ხოლმე. თუმცა, ჩემზე კარგად იცი არის ცხოვრების წესი, ძილი, კვების თავისებურება, ჰორმონების ბალანსი, რაც კომპლექსურად ქმნის იმ მოვლასთან ერთად ყველაფერს. ყველაფერი ერთად და ყველაფერს ვაკეთებ და წესით, რასაც მე ვშრომობ ჩემს გარეგნობაზე, მე ბევრად კიდე უკეთესად უნდა გამოვიყო. რას აკლებ შენ თავს? მე ცოტა ტონა გამექცა, მაგრამ ეს ჩემ ბრალი არ იყო. ეს ინსულინ რეზისტენტულობის ბრალია, ეს არის ესე იგი 2018 წლიდან რაც COVID და 19 წლიდან მე ყოველ წელს 2 კილო ემატებოდა ისე რომ ვეხარბანი და ბოლოს ავედი 8 კილო მომატებულზე და ძალიან ძიმე იყო ეს ყველაფერი. ყველაფერს ვცდილობდი რომ გამეკეთებინა, მაგრამ მარტო კვებით ვეყარ. ჩემო ძვირფასო, იქ ვივარჯიშე კიდევაც, იქ 1 წელი 6-ის მერე არ ვჭამდი საჭმელს. არ გახსოვს რესტორნებში დავდიოდი. გრამია ვერ მოვიკელი. გრამი პროსტა გაჩერდა. მე ეს მენოპაუზამაც იცის და ნუ მივაგენი რაღაც მეთოდებს მივაგენი და ეხა ჩემი წონა ნელ-ნელა უკან მიდის. რამდენი პროფესია საქმიანობა შეგითავსებია მთელი ცხოვრების განმავლობაში და რა იყო ყველაზე კომფორტული ნიშა მოღვაწეობის? ბევრი ვიცი, ბევრი მსმენელმაც და მაყურებელმაც არ იცის. აი, სხვათა შორის ყველაზე მეტად რა ნიჭები მაქვს, ხო? ესე იგი, ხატვა მე არ ვიცი, ფორტეპიანოზე ვსწავლობდი და 8 წელი ვინ არის სწავლა ფორტეპიანოზე? შენ ისწავლა ყველა 7-8, ანუ რო დაждები დაუბრალ რაღაცას. რატომღაც დღეს ვიხსენებდი, რომ 7 წელი გაიარა ამასობაში და არც ერთხელ არ მიუბრუნები ვარ ფორტეპიანოს. მე მიუბრუნდი და რაღაცა ცოტა ბავშვობის ისინი ამოკიდდა და ძალიან მაგარი თერაპია იყო, მაგრამ ვერ დამესარე ხა იმის სწავლა კიდე რაღაცები. ესე იგი, ძალიან მაგარი პედაგოგი ვარ სამსახიობო ტექნიკის. ძალიან მაგრად ვაანალიზებ სიზმრებს იუნგის მეთოდით, ანუ ესე იგი აქტიური წარმოსახვის საშუალებით. ძალიან მაგრად ვშლი კარდს, ტაროს კარდს. ყავა. არა, ვერ ხედავ ვერაფერს საერთოდ. ძალიან მაგარი მონტაჟის დროს მონტაჟი შემიძლია. ისე გავაკეთე, მასალა მომეცი, გავაკეთებ რაღაცა საოცრებას. ძალიან კარგი რეჟისორი ვარ, მსახიობის საშუალო. კი, საშუალო არა ვარ ისეთი მაგარი ნიჭიერი მსახიობი, მე უფრო რეჟისორ, პედაგოგ. აი, თქვა შენ დადგე სპექტაკლი. და სპექტაკლი აზრელია. ია მოდის და აი ამ სპექტაკლს 3 დღეში კრავს. აი არ ვიცი რა, ეს ნიჭი მაქვს. ამას აკეთებ და დებაგული რომ აი ამ მიმართულებით კაცო მთელი ჩემი ცხოვრება სპექტაკლი არ არის, აბა ვთამაშობ რაღაცა თამაშებ და იაპარულავს და რაღაცას. ხო, ძალიან მაგარი ვარ PR-შიც, ანუ შემიძლია გაპიარება. პროფესიები კიდე რა სხვა არაფერი არ ვიცი, მაკიაჟის გაკეთება შემიძლია ჩემით, მძივებს ვაწყობ ჩემით, ვერთობი. აი მეტი სხვა პროფესია მე არ მაქვს. ადამიანებთან ურთიერთობისას? ადამიანთან ურთიერთობისას არ ვიცი რა პროფესია, მაგრამ იმიდან გამომდინარე, რომ ვარ ვარსკვლავი და შესაბამისად ალბათ ძალიან ნარცისიც, ალბათ ბევრ ადამიანს ახლად გაცნობი ჩემთან ურთიერთობა გაუჭირდება, მეგობრობა გაუჭირდება, დაიძაბება და ასე შემდეგ, მაგრამ აი ბავშვების მეგობრებთან ვარ ძალიან ბედნიერი და კარგი და ეხლა გავაკეთე ახალი ტრადიცია მაქვს, მე ხო ძალიან რესტორნებში მეპატიჟებია, მოდით ხალბატონია დააგემოვნეთ, რამდენი ადამიანიც კიდე და ამ ჩემ 5 გოგო შევკრიბა, ვინც ისინი იშვიათად დადიან რესტორნებში, სამსახური, ბავშვი, ოჯახი, ბავშვი არ შვილიშვილები უკვე
შევკრებავ და დაჭეკით ეხა ჭამებ და ჭოროვთ რაღაცა. მე მივდივარ ჩემთან სახლში, მძივებს ვაწყობთ, რაღაცა ბავშვობის დროინდელ მუსიკებს უსმენ და რაღაცას ვიხსენებ და ძალიან მაგრა თერაპიას. საერთოდ ვარ ბუნებით თერაპევტი და აი ერთი პროფესია არსად არ მდგას ექსკლუზივი ერთი პროფესია, რომელიც მე ალბათ ძალიან მომიხდებოდა და ძალიან მაგრა შევასრულებდი, არ ვიცი ეს პროფესია არსებობს თუ არა, მაგრამ წიგნი წავიკითხე ერთხელ ამასთან დაკავშირებით და ამავე და ამერიკელი ხალის. აი ჰოსპისში. ნახე, ჰოსპისში როდესაც ადამიანები მიდიან იმ ქვეყნად, აი იმ ადამიანების გაცილება. ხო საშინელება თქვი ვიღაცისთვის, მაგრამ იცი რა, ვინც ვიცი, მსმენია, ვინც იქ მუშაობენ, სხვათა შორის მათთვის რაღაცნაირად სასიამოვნო თერაპია. არ ამბობენ, რომ რაღაცით უმძიმდებათ სული ან ყოველდღიურად. თუნდაც მე არ უნდა მოუარო იმ პაციენტს. უბრალოდ აი, როდესაც ის უკვე უნდა გადავიდეს სხვა სამყაროში, ხო? აი მაშინ რომ მივდივარ, იმიტომ რომ ორჯერ მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ აკვდებოდა ადამიანი და იქ რა ხდება და როგორ არის და მეოთხარი ესე და რაღაც ბედნიერი თვალები დაენთო თუ რაღაცა, მოკლედ იყო ესეთი ჩემ ცხოვრებაში და მე მივხვდი, რომ აი ჩემი მოწოდება თურმე ეგ არის, მაგრამ მე ხარ რა დროსია მან. დავრეკოთ გიპოვოთ. არ მინდა გადავდო. ხო, იმიტომ რომ იცი რაღაცა ნდობაში შემოდის ადამიანი, მე ძალიან ძლიერი გამოსხივება აურა მაქვს, ისა მაგისა მაქვს და აი რაღაცა აი ამ აურაში შემოსვლისას შეიძლება რომ სიმშვიდე მოიპოვოს. აი ესეთი პროფესია სიამოვნებით ვერ წარმოვიდგენდი ვერას. აბა, ხო. აი პირველად ვამბობ ამას. ინფლუენსერი. დადეთ TikTok-ებზე დადეთ ეს ამბავი. ინფლუენსერობა საიდან მოვიდა? ვინმე გირჩია ესე ბუნებრივად ინსტაგრამში გახსენება? არა, გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო. ეს ჩემი ბინა რო ვიყიდე 2018 წელს და იმ ხელასაც ხილ ვავიღე, მაგის დედავატირე და ამ ჩემი სასტუმროს იმედი რომ მქონდა და აი მაშინ კარგად წერდა ეს სასტუმრო, მაგრამ ეხლა ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასტუმროები გაიხსნა და ამ ხელა რო შემეტენა ვალი ვიფიქრე კაცო, ყველა ფულს აკეთებს, თავიდან უფასოდ ვაკეთებდი ამ რეკლამას, ვერთობოდი და მე ხედავ კაცო ის ფულს აკეთებს, ეს ფულს აკეთებს, ეს ფულს აკეთებს და დავიწყე მეც აი მაგითი ცხოვრობდი ფაქტიურად, გადაცემი ტელევიზიაც ხონდა, ესეც ხონდა და რაცხას ხლაფორთობდა ჩემი სასტუმრო დღემდე ხლაფორთავს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბინა მაინც ვერ შევინარჩუნე, უნდა არის კომფორტული ნიშა, ეს სოციალური მედია და ინსტაგრამი. თუ ისე რა. ჩემთვის ძალიან კომფორტული არის, იმიტომ რომ ბევრი ნახვები მაქვს, კომფორტულია, არ ვკითხულობ ვინ რას კომენტარები არა მაქვს, გათიშული მაქვს, არ მაინტერესებს, ამიტომ Facebook-ზე ნაკლებად ვდებ და ეხლა უკვე ძალიან პოლიტიკურ ამბებში რომ ჩავედი ჩემდაუნებურად, ეხლა სამშაბათობით აი ხვალ უნდა ჩავწერო და ეხლა ის ვიჭყიდავ რა ჩავწერო, მაგის მიმოხილვა პოლიტიკური და ძალიან ვერთობი და ხალხი ცელოდებოდა რაღაცა ჩემი პატარა ნიშა მაქვს რა. ძალიან ხშირად იცვლი, მრავალფეროვანი. ხო, ძალიან, იმიტომ რომ მსახიობი ვარ ბუნებით და ძალიან versatile. აქედან იქ, იქიდან აქ, აქედან იქ. გვეზრდება თუ სხვა საინტერესო რაღაცას ყოველდღე? არა, სხვათა შორის ამბრიზდება, მაგრამ გუშინ შემცვა კაცო 2018 წლიდან დავიწყე ჩემი ისტორია და ერთი და იგივეს გავიძახე ბოლო 7 წელია და სიცოცხლეა. იქ რაღაცა ესე, იქ ესე ჰაილა, ესა, ჭამეთისა, ხო, არა, ფემინა ხო, მაგრამ აი სულ და იგივეს გავიძახი და ხალხი მე კი მაგრამ შენ არ მოგზაურობ, სად არ მიდიხარ. რაღაცა მოგზაურობაც რაღაცა აღარ მიტაცებს ამ ბოლო დროს, იცი? რაღაცა გავბაიყუშტი ცოტათი. ია, როგორ გაიგე ფემინას შესახებ, როგორ აღმოაჩინე, იმიტომ რომ მე მაგალითად გეტყვი რა მახსოვს ბავშვობაში შენზე პირველად ტელევიზორში, როცა ვიყავი ძალიან პატარა, წარბები. ეს გადაცემა. შენი საფილმო წარბები, იმიტომ რომ ალბათ სავარაუდოდ შენ ფილმებს არ მაყურებინებდნენ. შეიძლება პატარა ვიყავი. აი ერთი იყო ასეთი კაი რა მოხდა.
მოკლედ ეს წარბები მახსოვს და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან ჩამრჩა გონებაში, რომ რა მაგარია თქო. აი ხედავ. ჩემ გამოძვრა. ხო, წარბები დაიბადა 2002 წელს, წარბების იდეა, თუნდაც ახლა უნდა კიდე ერთ პატარა საიდუმლო გავუღო. 2002 წელს დავბრუნდი ლოს-ანჯელესში და იქ მე დავდიოდი ერთ ქალთან წარბების დასაყუტად. ეს ქალი დღეს გახდა ძალიან ცნობილი ანასტასია. ხო, ანასტასია, ხო. ანასტასია. კაიფეხი გაქვს. ჯერ კიდე მაშინ ანასტასია იღებდა წარბის გაკეთებაში და ზუსტად 2 წუთში აკეთებდა $50. ძალიან დიდი ფული იყო. მე დავდიოდი 97-ში რა, 96-ში ანასტასიას და მე პატარა სალონი ქონდა ანასტასიას ბევერლი ჰილზზე, მე მგონი როდეო დრაივის პარალელურ ქუჩაზე. იქ რიგში იდგა ჯენიფერ ლოპესიც, მეც ანუ ჯენიფერ ლოპესის საჯდომი ლაივში მაგდანახი და მინდა გითხრა ჩვეულებრივი აბაჟური ვით არის უზარმაზარი ტრაკია. ხო, მე რო გამიგვერდება. ხო და ეს ანასტასია გამომესაუბრა, იმიტომ რომ თვითონაც უნგრეთიდან, რუმინეთიდან არის და შენო აქცენტი გაქვს სადაურემთო აუ მეც ეს მე ვთქვა საქართველოს მე ნაყოფი ვარო ახალ სტუდენტობისას რუმინეთიდან ჩამოვედიო ისაო შვილი ყავდა ადმინისტრატორად მუშაობდა, ცოტა ზარმაცი შვილები რო არის განებიურებულები და ეს ქალი შრომობდა გიჟივით კაშო 2002 წელს ჩავიდი, გამოს გაუდიდებია ეს სალონი და ხედავ წარბების ფორმები აქვს. მეთქი ახლა საქართველოში ბრუნდები და ანასტასიასთან ახლა მე კიდე როდის ჩამოვალ წარბებზე ხო და წამოვიღე ეს ფორმები. ანასტასიას ფორმები იყო ფაქტიურად. ეს ინსპირაცია იყო. ოღონდაც ყალიბი ჩამოვაყალიბეთ რაღაცა და მე ეს ჩვენი ანასტასია გახდა უდიდესი რაღაცა ქალი მეწარმე ლიდერი რაღაცა სასწაულები გამოუშვა მთელი კოსმეტიკური ხაზები და მახსოვს ორჯერ მივედი და ერთხელ ხედა ანასტასია ცოტა ჩაპუტუნებული იყო და ანასტასია გახდა რა გააკეთე მაშინ სად იყო მონჯაროზებიკი და I skip dinners მითხრა ანუ ვახშამს აყოჭამო და გავხტარი იყო და მაშინაც ეს მეცოდი ანასტასია იყო ხო ანასტასია მაგარი ქალი ეს წარბები სად გაქრა ვაიმე სახში მაქვს ორი ცალი დარჩენილი ორი ეგრეთ წოდებული პაჩკა კოლოფი შეგდიდო 4 ცალი ვაიმე ძალიან ძნელი იყო ბაზრობაზე გოგოები ეყიდნენ რაღაცა მე კოსმეტოლოგები და ძალიან ძნელი იყო რა ეხლა ვიღას უნდა უკვე თვალი მიჩოულია და თუ გინდა ყიდვა წარბის ფორმების ჩემო კარგო თემუზე წარბის ფორმები და სტენსილები ყრია და ამაზონზე ხო ყრია და ყრია ფემინა როგორ მოხდა ფემინას ამბავი მახსოვს ლიკანში ვიყავი და დავრეკე თქვენთან ფემინაში დავრეკე და შენ დარეკე მე კი არ დაგირეკე არა მე დავრეკე ხო იმიტომ რომ რაღაცა მომეწონა თქვენი აი რა მოგეწონა ვაიმე აღარ მახსოვს რაღაცა პროცედურა კი არა დერმასუტიკის რაღაცა კრემი მომეწონა არა და მანამდე უკვე ვიყავი და საერთოდ მე შემოვიტანე საქართველოში სიტყვა ბრენდ ამბასადორი ჟერმენ დე კაპუჩინის ბრენდ ამბასადორი ვიყავი ეხლა რო არიან ბრენდ ამბასადორები ესე ხო და მაშინ ესე რას ნიშნავს საჭირო პიონერი ქალი რა მოკლედ ხო და რაღაცა მომეწონა თქვენთან თუ პროცედურა იყო თუ რაღაცა იყო თუ შენი რაღაცა გაკეთებული დოიპოსლე და ვიფიქრე ვაიმე მეთქი ერთი უნდა მივიდე ამ ხალთან ვინ არის ეს ნინო კაპრინდაშვილი გამოცანი დავრეკე გადმომირეკა ესე მოდი ბარტერზე ვმუშაობ და დავიწყეთ და ნუ აი ძალიან დიდი და კაი თანამშრომლობა გვაქვს. მოხავს გონია რომ ამაში დიდ ფულს მიხდია, მაგრამ არა ჩვენ ბარტერი გვაქვს, იმიტომ რომ ნინო შრომაც ძალიან ძვირფასია, ერთია, ერთადერთი განუმეორებელია და ეხლა თბილისი განებირებული არის სხვადასხვა ესთეტიკური ცენტრები და სახელები და ნეიმები და ფეისებით, მაგრამ კალიბრი ყოფილა ესთეტიკური პროცედურა, როდისმე ჩაგიტარებია, ჩაუტარებია, შემოუთავაზებია და არ მოგწონებია და გინანია რომ ეს რატო გავიკეთე. კი. ხშირად. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ციცომ ამოჭრათ. არა მოჭრა კაცო. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ციცომ
ციცო, ეხლა როგორ არის, ეხლა ციცო გენიალური ქირურგია, რა თქმა უნდა, ნერვის სპეციალისტი, ვიცით ეხლა რა არის ციცო, ხო, სასწაული მეგობარი და კაცო, ეს ციცო დილოვებით რო დგება, ჩვენ რო კრემს ვისვავთ და ტონალურს და იმას ტონიკს, ციცო იკეთებს ცუ ნემსებს. ყოველდღე. ხო, რაღაცას იკეთებ. აი, ხედავ ციცო ბარაბანებით გაჭიბულია და ციცო მეუთხარი რა არის, მითხრა, მეც გამიკეთე რამე ხალო მეუთხარი. კაცო, მე ჩემ თავზე ვარო მიჩვეულიო გესმის რაღაცა და აი აქ მეუთხარი გამიკეთე და ცოტა ზედმეტი ბოტოქსი მოუვიდა და ცოტა ხაზი აი გადაცემა მიყავს და იცი რა მედიცინაში ნორმაა. კი, ვიცი კაცო, აუ ციცო ვიზეინერგულა. მოვლენა, ყველა იქ მყავს გასწრებული. რა თქმა უნდა. ხო და აი რა თქმა უნდა, იცი რა იცი ის ბოტოქსის სიძლიერეს ამბავია თუ გამოში არაფერი კაცო ვიცინოდით ამასთან დაკავშირებით მე დავშალე ერევით არაფერი არ იყო მაგრამ მაგრეთ ციფსია მე კიდე როგორ იყო რომ ჭამდი ხო საჭველებდი ხომერ გაჭავს წესირო ვიფურთხებოდი საჭველი ყველა ფილმმა გამიარა თავს სადაც დაახლოებით ეგეთი იმურია ხოლმე. კი, კაცო, კი. ასე რომ აი ეს ერთადერთი იყო რომ აი ვინმე არანაირი პროცედურა არ მინანია მახსოვს ერთხელ ჩამოსულიყო იტალიელი ექიმი პალანჯი, ანდრეა პალანჯი თუ ვიღაცა იყო ქირურგი, პლასტიკური ქირურგი და ნატალიანტი ეჯ კლინიკაში კვეთდებოდა პროცედურა და ეთყობა არ გამიყუჩა მაგ ოხერმა და ეს ძაფები და ნუ ჩემი კივილი წივილი დედა და ეს ზუსტად აღწერს. ვაიმერტო, იმიტომ მევასება რომ შენ არ აღიარებ ძაფებს, რა აკეთებ ძაფებს, ეგ მომწონს შენში რა. იმიტომ ეს იყო კოშმარი და არაფერი არც არ დაიჭირა იმან და ვინანი ის ტანჯვა ვინანე. ოპერაციაზე რა ხდება? წვეთ, არ წვეთ, ვერ წვეთ, არ წვეთ, ჯერ ადრეა. იცი რა, მაისში მინდოდა გაკეთება ოპერაციის, მაგრამ ეხლა წონას ვიკლებ და კაია რომ მაისში არ გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ იცი რა არის, მაინტერესებს კიდე როგორ დავბერდები და კიდე რას მოიფიქრებ შენ, რომ გადამიწიო ეს ოპერაციები, იმ დღეს მოვედი და აბა გოგო, ვაიმე, მე მაპადება, შენ თუ არ აგაკეთე, აბა ვის დავაკისრო, რომ ვერ გავიგე. ხო და ის რა ქვია, იმ დღეს მოვედი, კაი ხანი არაფერი მქონდა გაკეთებული და ნინომ რო შევხედა შეეშინდა. მე მეკონა ემზადებოდი ქირურგი. აი ემზადებოდა, აი ჩამოსული და არ ვიცი, აქ რაღაცა, აქ სხვა რაღაცა, აქ სხვა რაღაცა, სხვა არ ვიცი. ნუ მოდა ბიჭო წავიდა რა ზამაგრე წავიდა და ქირურგიასაც შეეხება მე ვთქვი რომ 60 წლის ასაკში ამისო 2 წელი დამჭა რა და მაინტერესებს როგორ დავბერდები ისე ბუნებრივად 2 წელიწადში ვერ დაბერდებ მართლა ხო და მაგის და ცოტირე რა იქ რამე მოიგონო ხო რისი გეშინია დაძინების ნარკოზი. მე მგონი მეტყოდი რომ იქნებ ჩემი ბუნებრივობა. მაგის არ გეშინია. არა, მაგის არა. რო შეიცვალო, ეს რაღაცა სახასიათო შტრიხები რო ისეთი არა. ეხლა მე ხო კორეაში არ ვაპირებ გაკეთება, ჩემი მეგობარი წავიდა, გადაიხადა 100,000 და კორეელი ჩამოვიდა იქიდან ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ხო არა, ნუ რაღაც აი ესეთი თვალები და კორეელი ჩამოვიდა იქიდან და ძალიან დიდი მნიშვნელობა ქირურგს და ზოგადად არეალს, მსოფლიოს რომელ ადგილზე კეთდება ოპერაცია, იმიტომ რომ ისინი მიჩვეულები არიან კონსტიტუციურ მორფოტიპს, როგორ მოერგონ. ამიტომ აუცილებელია, რომ რაღაცნაირად კავკასიის მასშტაბში დავრჩეთ. ჩემი ციცო აქ არა მყავს ჯერჯერობით ხელი არ უკანკალებს, ემზადება, აგერ ისა რა ქვია, თემუდან იწეს და იწეს იარაღებს, რაღაც ეს პინცეტებს ოღონდ იმ იარაღებს არ სჭირდება. ხო და მაგრამ იცი რა არის, აი ცოტა მეშინია, იმიტომ რომ თვალი არ გვეცეს, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრობაზე ხო ლეგენდები დადის და ჩვენ ესე და სულ ერთმანეთს ვაშაყირებ და რაღაცა თვალი არ ეცეს ხო ფიქრობ ჩემს იცი. არაშინია, ზოგადად ცოტა მე მგონი კი. მეგობრების და ოჯახის წევრების ყველაზე მეტად ეშინია. არაშინია, მაგრამ მე რო არ მინერვიულო და თამანები თავიო მეუბნებაც ორმაგი პასუხის მეგობრობა.
ხო და რა ვიცი, დავვერდე ლამაზად, როგორც შვეიცარიაში ვერდებიან, არ ტკბილებს არ გავიკეთე, რომ იკეთებენ ამ იმებს, კაფელებს შვეიცარიაში მონჯღრული კვილებით რო არის. დავვერდე შვეიცარულად, არა? ნახოთ აბა. შეხაში შვეიცარულად ვერ დავვერდება, ნახევრად შვეიცარულად, გენაცვალე, შვეიცრულად. არც იქით, არც აქეთ. არც იქით, არც აქეთ. ია, როდესაც სოციალურ ქსელში, მაგალითად, რაღაც სამედიცინო პროცედურას ან ესთეტიკურ პროცედურას არეკლამებ ხოლმე, აზრს გამოთქვამ შენსას, რეკომენდაციას უწევ, გრძნობ ხოლმე სოციალურ პასუხისმგებლობას ადამიანების მიმართ. მე პირადად როცა იგივე ვაკეთებ, როგორც შენ ექიმი ხარ. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა არის ხოლმე ჩემ თავზე და ძალიან მოზომილია ხოლმე ჩემი ყოველი სიტყვა. კი, შენ ასეც უნდა იყოს შენ ექიმი ხარ და მე რომელმაც უკვე ჩემ თავზე გამოვცადე ეს პროცედურა და მომეწონა, შემიძლია თვალდახუჭული გავუკეთო რეკომენდაცია სხვებსაც, იმიტომ რომ კარგი იყო. კიდევ ერთი პროცედურა უნდა გითხრა და ეხლა არ გეწყინოს რა უნდაც, მე მგონი არის რაღაცა მართლა არაფერს არ შვება დიდად. აბა რომ ეს თვალების გარშემო რაღაცა რო არის. პლაზმაში? დიდად არაფერს არ შვება და დასებული გაგეს სიფათი 10 დღე და აი რომ გითხრა რაღაცა ვაუ, ძალიან დიდი ეფექტი ვერ დავინახე. რამდენჯერმე ჭირდება. რამდენჯერ, მაგას ოპერაცია არ ჯობია, გოგო, ისეთი საშინელის აქვს. ვის როგორ არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ეშინიათ ქირურგის დანის ქვეშ დაწოლა. და ზუსტად მათთვის არის აკლებად ინვაზიური. ეგეც შეიძლება, კი ბატონო. მოგეწონა. კი აუადრე წლებისი. ყველაფერი მომწონს, ყველაფერს გავიკეთებ, რაც საჭიროა, რომ გადავდო ეს პლასტიკური ქირურგია, რაც შეიძლება შორს. კიდე იმედი მაქვს, რომ რაღაცა ახალი გამოვა და რაღაცა სიგიჟეები წამოვა და ჩვენც იმედი გვაქვს. პირველი შენ გექნება ქალაქში ზუსტად ვიცი. მე პატივს ვცემ ყველა დანარჩენ ექიმებსაც თავისი ნოუ-ჰაუები აქვს, თავიანთი რაღაცა გამოგონებები აქვს, რაღაცები ეგრეთ წოდებული დაპატენტებული, რომ ყველას თავისი აქვს. ხა ამას საავტორო, ამას ძალიან მნიშვნელობა. ამას წინათ ვიყავი ერთ ძალიან ძირძველ კოსმეტოლოგ ქალთან, რომელთანაც 2002 წელს დავდიოდი, არაფერი ისეთი დიდი არ გამიკეთა, ხო? მიკროდერმაბრაზია 97 წელს იყო ამერიკაში, ხო? და მიკროდერმაბრაზის აპარატი ქონდა, მაგრამ იმისი გამოცდილება, იმისი სწავლა, იმისი ექსპერტიზა, იმისი აი ყველაფერი ისე მასაჟის გაკეთების ტექნიკა იყო თუ რაღაცა სახე გამინათდა. თითქოს აი რაღაცა სასწაული პროცედურა გავიკეთე 5000 ლარიანიო გესმის და ამიტომ ჩვენ მე ვაფასებ თითოეული ადამიანის ასეთი ნიჭიერი ადამიანების მიდგომას და ასეთებიც რომ ბევრი არიან ქალაქში ჩვენ ძალიან განებივრებულები ვართ ამით. სხვა შორის აუდიტორიისთვის ძალიან ფასეულია ის მომენტი, რომ მაგალითად შენ როგორც იაფარლოვა არ მალავ რომ იკეთებ პროცედურებს. ესთეტიკურ პროცედურებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მალავს, მათ შორის მთელი ჰოლივუდი. წერენ რომ გაკეთებული აქვს ბოტოქსი, რომ წარბი აქვს აწეული ბოტოქსი, თან ძაფით რეალურად ყველა არის პლასტიკური ქირურგიის პაციენტი, ისე რომ არ ჩანს მათი ნაკერები, ან კარგად არის შენებული, ან ფოტოშოპი მალავს ამ ყველაფერს და სოციალური ქსელის ფილტრის საშუალებით ძალიან განსხვავებულად გამოიყურებიან რეალობისგან და ინფორმაციას კიდევ უფრო არ აწვდიან თავიანთ ფოლოვერებს. და ეს პაციენტებში, არა მარტო მათ ფოლოვერებში, ქართულ პაციენტებშიც იწვევს ხოლმე საკმაოდ დიდ გაურკვევლობას. კი, იწვევს გაურკვევლობას. აი ახლა ხანს კიმ კარდაშიანის დედას, რა ქვია? კრის ჯენერის, ხო. აი სახე და დოქტორ ლევინი ნიუ-იორკში და რაღაცა, არ ვიცი დოქტორ ლევინი არის თუ არა მართლა, $80,000 ამ კაცთან სახის გაჭრობა, მაგრამ 350,000. 350 კი ბატონო, ხო და ალბათ იმ ხელა რიგები დგას, ერთი ბინა ჭავჭავაძეზე უნდა ჩადო კაცმა, ხო და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენც ყავს კაი სპეციალისტები და შეგვიძლია მივენდოთ. რა ვქნათ ჰოლივუდში არ ვართ გენაცვალე და სხვათა შორის აი ფილტრი ახსენე შენ და ძალიან ცოტა მე მაგალითად ფილტრებს ვიყენებ და ვიღაცა ვინც ლაივში მხედავს მე არ გჭირდება რა ლამაზი ხომ კარგად გამოიყურებ, მაგრამ ეს ფილტრები ძალიან მივეჩვე ამ ფილტრებს და ეს რაღაცა დიზიზ, რაღაცა დაავადყოფობას ავიტანე, რომ ფილტრის გარეშე უკვე აღარ შემიძლია. კარგია რომ აღიარებ რას იკეთებ. აბა რა, კაცო, იცია რომ ფილტრებს ხმარობ, აბა როგორ. არის კიდე სხვა აპლიკაციები, რომ არ ჩანს რომ ფილტრს ხმარობ, მაგრამ იმის ჩალიჩის ნერვი არა მაქვს.
დავაი პირდაპირ, ხო და მე მომწონს ის რომ ის პირველად გამიცნოს, აუ რა ცხოვრებაში კიდე უფრო სხვანაირი ხარ და მომწონს ეს ამბავი რა. ბოლოს მინდა გკითხო, შენთვის როგორც იასთვის ვინ არის ლამაზი ქალის ეტალონი? ქართველი და უცხოელი. გრეის კელი ძალიან მომწონს, სოფია ლორენი. აი რითი მოგწონს რომ რა გრეის კელიში მომწონს ის რაღაცა სიფაქიზე, ის რაღაცა გამჭირვალობა, ის რაღაცა ძალიან შველისებრი, აი ესეთი რაღაცა უნაკლო სილამაზე ქონდა ამ ქალს. სოფია ლორენის უამრავი პლასტიკური ქირურგიები ჩატარებული, მაგრამ რო ვერ იტყვი ისე და ისე უხდება და ეს ცეცხლოვანი და ეს სასწაული ქალი, ჩვენი ლიკა, რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო ეტალონი და რო ლიკას დედამისი სულ ეუბნებოდა, როგორ გევხარ იაფარულოვას, წარმოიდგინე და მე კიდე ლიკაზე ვიყავი, როგორი შეყვარებული პატარა ვიყავი, დავზევდი კონსერვატორიაში. ლიკასნაირი სილამაზე ჩემთვის, აი ყველასთვის ჩვენთვის არის ხატება ეს გოგო. ლიკა, რა თქმა უნდა, და ძალიან მომწონს მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი შრამი აქვს სახეზე, შეიხა მუზა. ძალიან მაგარი ქალია. და რა ვიცი, კიდე ბევრი თქმა შეიძლება, თუნდაც მარია კალასი ახალგაზრდებში. ცოტა ახალგაზრდებში, ახლანდელებში ძალიან მომწონს ნანკა კალატოზიშვილი, რომელსაც აი მართლა საერთოდ არაფერს არ იკეთებს მე მგონი და გამოიყურება ხა ხშირად ხედავ ხოლმე აქციებზე, არ ვიცი ასაკები რა არის, მაგრამ პატარა გოგოსავით არის და ასე შემდეგ. მოკლედ შეიძლება გაკეთდეს კარგი ლამაზი თაიგული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ.